რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, როგორ შეიძლება მშვიდობას მიაღწია? როგორ შეიძლება სამშვიდობო შეთანხმება დადო, თუ კი მეორე მხარეს საერთოდ არ ელაპარაკება? რამდენჯერ შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კოსტა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს? არც ერთხელ. რამდენჯერ შეხვდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში კაია კალასი მის კოლეგას სერგეი ლავროვს? არც ერთხელ. ბრიუსელიდან მხოლოდ და მხოლოდ რუსოფობია და რუსეთის მიმართ ისტერიული შიში მოდის. ისინი ევროპაში შემოიჭრებიან, ისინი ყველაფერს გაანადგურებენ. სულ მალე პარიზში შემოვლენ. ამიტომ გვჭირდება 800 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღება. რუსებს ლეგიტიმური პრეტენზიები აქვთ და ჩვენ მათი მოსმენაც კი არ გვსურს. თითქოს ყველაფერი, რაც ხდება, პროვოკაციის შედეგი არ იყოს. გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვს უთხრეს, რომ თუ კი ის დათანხმდებოდა გერმანიის გაერთიანებას, ნატო არც ერთი სანტიმეტრით არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით. შეგიძლიათ მოიძიოთ ჰანს დიტრიხ გენშერის, გერმანიის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, სადაც სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმას, რასაც მე ახლა ვამბობ. დიახ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით აღარ მოხდება. ამის შემდეგ გერმანია გაერთიანდა და საბჭოთა კავშირი 1991 წლის დეკემბერში დაინგრა. რა გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოგვიანებით? მათ მაშინვე გამოიყენეს ეს მომენტი და გადაწყვიტეს ნატოს გაფართოება ისე მასშტაბურად, რომ ამ ორგანიზაციას უკრაინა და საქართველოც უნდა მოეცვათ. რუსეთს ეს რა თქმა უნდა არ მოეწონა, რადგან მათ არ სურთ საზღვრებზე ჰყავდით ამერიკული ჯარები, ამერიკული რაკეტები, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და ყველაფერი ის, რაც ნატოს გაფართოებას მოჰყვება. ისინი ამ შემთხვევაში მართლები არიან, არც ჩვენ გვენდომებოდა რუსეთის სამხედრო ძალები ჩვენს საზღვრებთან. იქნებიან ისინი კუბაში, მექსიკაში თუ კანადაში განთავსებულნი. ბევრი ადამიანი მეუბნება, კარგი ბატონო საქსს, თქვენ აგვიხსენით თუ რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი ნატოს გაფართოებას, მაგრამ რა გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თუ ჩვენ უკან დავიხევთ, რუსეთი ბალტიის ქვეყნებში არ შეიჭრება? ამაზე ჩემი პასუხი ის არის, რომ თავად ამ ქვეყნებს უნდა დაუსვათ ეს შეკითხვები. ამისთვის არსებობს დიპლომატია. შესაძლებელია ეს გზა არ მოგწონდეთ, მაგრამ თუ თქვენ კარგი მომლაპარაკებელი ხართ, ჩვენს კოლეგას ღირსებითა და პატივისცემით მოეპყრობით და სასურველ შედეგსაც მიაღწევთ. დასავლეთში გონიათ, რომ მათ იციან, თუ როგორ და რას ფიქრობენ რუსები. სიამდვილეში კი ამაზე წარმოდგენაც კი არ აქვთ. ამერიკის ლიდერი 1963 წელს ცივი ომის ზენიტში სიტყვით წარდგა ამერიკელი ხალხის წინაშე და აუხსნა, რომ მეორე მხარესაც ისეთივე ადამიანები იდგნენ, როგორც თავად ისინი არიან, რომ მათაც ისევე სურთ მშვიდობა, როგორც ჩვენ. კენედიმ სიტყვით გამოსვლისას გარკვეულ მომენტში საბჭოთა კავშირი შეაქო კიდეც მათი მამაცობისთვის და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში გაიღო. მეორე დღეს ნიკიტა ხრუშჩოვმა მოისმინა კენედის სიტყვები და იცით რა მოხდა? 5 კვირის შემდეგ მათ ბირთვული იარაღის გამოცდის ნაწილობრივ შეზღუდვას მოაწერეს ხელი. მათ ერთობლივად წერტილი დაუსვეს პროცესს, რომელიც ორივე მხარეს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აზარალებდათ. ამ წარმატების უკან მუქარები და სანქციები არ იდგა, არამედ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ღირსეული მოპყრობა. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება, ვიდრე 800 მილიარდ ევროს დახარჯავთ შეიარაღებაზე, დაელაპარაკეთ მოსკოვს და მიდით ისეთ შეთანხმებამდე, რომელიც ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.